ჯემშით. ხოლო შენ და ფილიზი მამა შენთან წადით. იქიდან კი თავის სახლში გაუშვე. კარგი? იხტიარი ბაბაია. როცა მოვიფიქრებ, მოხუც მამას როგორ უთხრა ამდენი წელისა დავიკარგე, მაშინ წავალასია. ფილიზ ილიასი შეუყვარდა. ვიცი, შევნიშნე. ისედაც ეთყობა. მაგრამ ორ დღეში სულ შეიშალა? ასე არ შეიძლება. წაიყვანე აქედან. მოღალატე. ინტრიგანი ქალის სიყვარულის მაგივრად ახალგაზრდა. უცოდველი გოგოს სიყვარული, რომელსაც უპირობოდ ეყვარება. ნახოთ. ნახოთ ამას თქვენი ურთიერთობა როგორ გაუძლებს. რა ურთიერთობა? მე მხოლოდ ფილიზის გამო ნერვიულობ. ილიასი გულს ადგენს. ამიტომ არ მიდიხარ მამა შენთან. ასია. მალულად გეგმებს არ ვაწყობ. ასე ვერ ვიცხოვრებ. გამიხარდებოდა თუ შემიყვარებდი. ძალიან მინდა რომ ნამდვილი ოჯახი გავხდეთ. მაგრამ როგორ გგონია? შემიძლია იმის იმედი მქონდეს, რაც არ მოხდება. შემიძლია ასე მივენდო გრძნობას გადატანილი ტკივილის შემდეგ. საერთოდ არ მიცნობ. 13 წელი მიყვარდა ქალი, რომელიც ცოცხალი აღარ არის. ის კი მოკვდა. თქვენ სიცოცხლის აზრი დამიბრუნეთ. გამახსენეთ, რომ ცხოვრება არსებობს. სიყვარული და ბედნიერება. თორემ ასე ვიცხოვრებდი. მასთან ერთად საფლავში. მაგრამ იქიდან შენ გამომიყვანე. ჩემთვის ესეც საკმარისია. რა მიჯერე? ძალიან კმაყოფილი ვარ. მართლა. ეს უნდა გესმოდეს. ჯიმშით, ასეთი უიმედო სიტუაციაა. ცხოვრებაზე მართლა უარი თქვი? უიმედო ასია. ამ მდგომარეობისაც კი მადლიერი ვარ. საინტერესოა, მამა ჩემი ძალიან დაბერდა. წარმომიდგენია რა სახე ექნება, როცა ვნახავ. წლები ჩვენზე ზრუნავდა. ჩემზე და ჩემს ძმაზე. ქვივლიდა. ძმები გყავს? ჯიმშით, ვინ ხარ? საკუთარ თავში ასეთი ჩაკეტილი რატომ ხარ? ასე უკეთ ვარ. გულს თუ გადაგიშლი, დენის დარტყმას იგრძნობ. ნაცეკ. მამა შენს ვეტყვი, რომ ქვემოთ ტელევიზორს უყურებ. თუ ისევ დამიჭირა, დაბრუნება მომიწევს.
Oğlum. შვილო. სულ მის ამარს იცვლი. ვერც ვასწრებთ ამ ახსოვრებას. ძალიან მომენატრე. შენ მოგენატრე? ილიას ასე ადრე რატომ მოხვედი? დილა უთენია. როის ნახევარია? Günaydın. დილომშვიდობისა. გამარჯობა ილიას. გამარჯობა. დილომშვიდობისა, როგორ ხარ? კარგად შენ? კარგად. დილომშვიდობისა ძვირფასა. სახლის სერიალ დალას და ემსკავსა. ბაზარი მოაწყვეს. ასიე. Geldim baba. მოვდივარ მამა. Yavaş yavaş. ფრთხილად. კარგი. Bahattin baba. მამა ბაჰათინ. რა? Asiye alsana be. ასია იყვანე. Senin შენთან baba. სალაპარაკოდ მოვედი როგორც მამა მამასთან. Geç bakalım. შემოდი დავილაპარაკოთ. მამა ბაჰათინ. რაც უნდა დამემართოს ამ ცხოვრებაში. რომელ ნაპირზეც უნდა აღმოჩნდე. Nereye sürüklerse როგორც უნდა ვიგრძნო თავი. iki elim kanda da olsa ცხადია ცოცხალი თუ ვიქნები. შვილის ქორწილში აუცილებლად მივალ. olacağım. ყველას წინაშე პირობას ვდებ შვილო. Herkesin içinde bunun sözünü veriyorum sana oğlum. O gün იმ დღეს შენს გვერდით ვიქნები. შენც მამა ბაჰათინ. შენი შვილის გვერდით უნდა იყო. olmalısın. რადგან ეს დღე დადგა. Hayat რაც sizin უნდა მოხდეს შენი შვილი. o senin და ზაფერის გვერდით უნდა იყო. de Zafer'in yanında olman lazım. İlyas sen ილიასი მართალია მამა ბაჰათინ. ხო მამა. ორ კვირაში ქორწილია. Bu böyle olmaz. ასე არ შეიძლება მამა ბაჰათინ. Gelmeniz უნდა lazım. მოხვიდეთ. Arayın დედა sen. საჰერს დაურეგე. O gün ქორწილის დღეს კლინიკიდან წამოვიდეს. თუნებას დართავენ იფექის წამოიყვანოს. ჯანკაცას დაურეგე მამა ბაჰათინ. Hepiniz ზაფერის გვერდით იყავით. olarak მთელი ოჯახი. senin yanında olun o gün. კარგი უნდა წავიდე. Ben Ankara'da ახლა ანკარაში მე მგზავრები. 3-4 დღე არ ვიქნები. o kimsesiz çocukları სამინისტროში შეხვედრა მოხს სკოლის თაობაზე. bakanlıkta görüşmeler yapacağız. სპორტ სკოლის რომელსაც ობლებისთვის ვაშენებთ. Güzel. ქორწილისთვის დავბრუნდები. Baba. კარგი ქორწილი გავმართოთ მამა ბაჰათინ. Söyleme. ბატონო ჯიმშით. ხმა საჭირო არ არის შენს გველოდებით. ქორწილშიც და ხელის მოწერაზეც. Nasıl bir რა პროექტია ილიას? მე ვილაპარაკოთ. Ya ქორწილს პატარზლის მხარე მართავს. tasıyorsun be Bahattin. შენ კი უკმაყოფილო ხარ მამა ბაჰათინ. ასე არ შეიძლება. Ben კარგი წავალ თორემ დავაგვიანებ. ნახვამდის. Ben de geleyim mi senin? შეიძლება ანგარაში შენთან ერთად წამოვიდე. გზაში დავილაპარაკოთ. იქნებ ფიქრამში გამოგადგე. ხო, წადი. რა თქმა უნდა. მიდი ჩანთა აიღე და გაიქეცი. ისე ცუდი არ იქნებოდა. უმრავი იურიდიული საკითხი წამოიჭრებოდა. წავედით. Tamam. კარგი. Ben hemen alıp ჩანთას ავიღებ და მოვალ. Filiz. ფილეს. Dur biraz. მოიცა. Ben de ben işte. გისმენს იძებ. ერთი წუთით. Dedem arıyor. ბაბო არ ეკავს. Kaçıncı arayış? პირველად არ მირეკავს. რა ვუთხრა? Abdi dede. ბაბო აბდი.
Ha. Merhaba. გამარჯობა დეიდა საბიხა. Evet. დიახ, მე ვარ ფილიზი. Ne oldu? რა მოხდა? Tamam. კარგი. Tamam. კარგი. Ben hemen geliyorum. ახლა ჩამოვალ. Tamam akşam. კარგი, საღამოს მანდ ვიქნებით. ფილის. რა მოხდა? Dedem çok ბაბუა ცუდად გამხდარა. Sabiha ablalar. დეიდა საბიხას ოთახში უნახავს. Kendine უგონოდ ყოფილა. ექიმი გამოიძახეს. ექიმმა თქვა, რომ ძიმე მდგომარეობაა. değil demiş. Durun hemen. მოიცა, მაშინ მეც უცნო ვფიქრობთ. ახლა წავიდეთ. მამა შენი მოვინახულოთ. Bana. Ne bakıyorsun öyle? რა ზიხარ? Dedem ölüyor. ბაბუა კვდება. O senin ის ხო baban. მამა შენია. Adam yıllardır ამდენი წელია გელოდება. Seni bekle. კინაღა მხედველობა დაკარგა იმის გამო, რომ სულ გზას უყურებდა. ფილიც არ გინდა. ვერ ხედავ რა მდგომარეობაშია. Cemşit. ჯიმში დამშვიდდი. Bak şimdi biraz გულს მოდი, კარგი? kendine gel tamam mı? წავიდეთ. Biz gider miyiz? დარწმუნებული ვარ, ცოცხალს და უნებელს ვნახავთ. Ben şimdi abimi ararım o bizi hemen... ჩემს ძმას დაურეკავ. მოვა და წაგვიყვანს, Toparla კარგი? kendini, hadi. Oo. Cemşit Bey, ბატონო hazır ჯიმში, mısın? მზად ხართ? Gitmiyor muyuz? რესტორანში kafeye? წავიდეთ. მარიამან. შენი თავი უფალმა გამოგვიგზავნა. ასია. Biz bakarız. მე და მარიამანი მემოს მივხედავთ, კარგი? Tamam. Ben საფერს დაურეკავ. ნახლავე. Hadi Cemşit hiç şunu... მიდი ჯიმში, დალია. კარგი, წავალ პირს დავიბან. ბატონო ჯიმში. Kızım. რა მოხდა შულო? რა მოხდა მითხარი? İnşallah. იმედია მამამისი კარგად იქნება. Salim bulursunuz baba. Hasta diye იმიტომ მოხვედით, რომ ავად გახდა? მოკვდა? სოცხალია არა ასია. სალე ჰაგვაპატია რომ ასე გვიან გაწუხებთ. მაგრამ ამ მდგომარეობაში სახლში ვერ წავიყვანთ. რა დაემართა? დილიდან გაგოგიჟა დაწვეს და დაიძინოს. დილამდე უკეთ გახდება. წამოდი. ოთახში შედით. წამოდი ძმაო, წამოდი. მოდი. ფრთხილად. რა მოხდა მომიყევით? O ახლა სხვისი ცოლია. başkasının ნამდვილი ცოლია. kağıt üzerinde ის კაცი უყვარს. siyah Uğars. seviyor ya. Çok içmişsin sen. ბევრი დალია და არ იცი რას ამბობ. Ne gördüm ya? თავად ვნახე. ყველაფერი ვნახე. მომის მინე შეგიძლია პლედი მოიტანოს ალიხა. ის უყვარს. ძმაო, წამოწეკი. უყვარს. რა ფიქტიური ქორწინება. მომის მინე, დილით გამოფხიზლდები და დაფიქრდები. ახლა დაიძინე, კარგი? დაიძინე. Yıllık ცოლივით მოიქცა. ისე მოიქცა როგორც დიდი ხნის ცოლი. ხელშეკიდებულები არიან. დავინახე. Ne oldu buna? რა დაემართა? ჯიმშითის მამა მოკვდა. ასიესთან ერთად აკრძალვაზე წავიდა. Ne var ki? მერე რა? როცა დაურეკეს ილიასი მათთან იყო. ბიძია ჯიმშითი ცუდად გახდა. ასიამ კი დაამშვიდა. მთელი დღე იმეორებდა, ხელშეკიდებულები იყვნენ და ცოლივით ექცეოდაო. მთელი საღამო იმეორებდა. მაგ მოვიყვანეთ. Ya bütün gece böyle söylendi durdu. მომბეზრდა ამათი ტანჯვა.
ჩვენი წასვლის დროა. მაბატია რომ ამ დროს შეგაწუხეთ. სახლში მეყავდა, მაგრამ თხოვა აქ მომეყვანა. არა უშავს რა პრობლემაა. კარგი ნახვამდის. 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 ძალიან ვწუხარ. Sen miydin? შენ ხარ? Ödüm koptu. შემეშინდა. Nasıl oldu? როგორ ხარ? ვიზიარებ. გმადლობთ. ვიზიარებ. გმადლობთ. დიდი მადლობა. ისიძებ. ყველაფერზე მოველაპარაკეთ. ბიძიას შუა დღეს დაკრძალავენ. Kaldıracağız amcayı. იმამს ველაპარაკე. İmamla da konuştuk. რაც საჭიროა მზად იქნება. არ ინერვიულ. Yapılacak. Kaç gündür oyaladım. ამდენი დღე მატყუებდი. Kaç gündür. ამდენი დღე. Ona verdiğim Pirova sözü ver tutamadım şevasrule. işte. Ne geçti? Dara elin muhtar. içinde, ha? Sana hasret Şenze edip derdit gitti mokuda. adamcağız. Keşke seni ნეტე bulduğum ვარ için მეთქვა რომ გიპოვე. Paris'te და უკანასკნელ დღეებში იმედი არ მიმეცა. ვინიც ის შეიძლება ამდენ მღელვარებას ვერ გაუძლო. Belki de kalbi dayanmadı bu Benitsiz. heyecana. Filiz yapma yeter. ფილის საკმარისია მორჩა. Komşular da söyledi. მეზობლებმა თქვეს რომ ექიმი მალე Onlar მოვიდა. gelmiş ama მაგრამ ბაბუეშენი üşütmüş, ateşlenmiş. გაციებული ყოფილა. Kaldırmamış სიცხე ქონია. hastalığı yaşlılıkta. მოხუცებულობის გამო ავადმყოფობა ვერ გადაიტანა. Yeter. შენ მაინც ნუ ადანაშაულებ. Dedeme bunu yapmaya hiç უფლება არ hakkı ქონდა yok. ბაბუას ასე მოგცეოდი. Al götür Filiz'i buradan. ძმაო, მიდი ფილიზი გაიყვანე. ხედავ რომ ძალიან განიცდის. Mutfakta yiyecek bir სამზარეულოში şeyler var, საჭმელია. siz. წადი და ჭამეთ. Aç yatmayın. შეერი არ და Üç günde სამ დღეში ოჯახად იქცნენ. ჩვენ ვერ შევძელით. სამ დღეში. Asiye'nin herif. ასია თავს ასტრიალებდა. Göreceksin. Pöf. ვიდექი და უყურებდი. Ya benim Asiye ჩემი ასია უცხო მამაკაც მოსიყვარულე ცოლივით ექცევა. davranmasını öyle dik. სალიხან ხელი ვერ შეუშალე. რა გამოდის? Elimden hiçbir şey. სიყვარულისთვის ფული, მზრუნველობა და სიმპათია საკმარისი არ არის. Aşk, meşk, sevda. რა, მათი ქორწინებაც ფიქტიური იყო? Ne oldu? Hani bunlar kağıt üzerinde evliydi? O adam ჯიმში თმა ერთ hayatında წამში değerli ყველაფერი bir დაკარგა. sevgiyi kaybetmiş. ყველა ადამიანს აფასებს, ვინც მის ცხოვრებაში ჩნდება. შენნაირი არ არის ილიას. Geldim. მოვდივარ. Ayıp Memo. არ გსხვენია მემო. ბაბუასთან როგორ იქცევი? შენ რა, დამშეული ქვეყნიდან ხარ? საჭმელი მზად არის. ახლა მიდი. შეხედე. ნუ დირი. არიტენო. მიდი, ჭამე. აი მემო, შეჭამე. ისმენ საჰარ. Efendim Seher. Alo. ალო, Ay merak ettim. ნერვიულობთ რა? Ben telaş. ამ არეულობაში ვერ დაგირეკეთ. იფექი კარგადაა, პალატაში წევს. კურნალობა დაიწყო. Sessiz. შვიდად და წყნარად ზის. Sizler nasılsınız? თქვენ როგორ ხართ? Herkesleri. ყველაფერი რიგზია? Aman iyi. მიხარია, ძალიან მიხარია. Asiye'ye bir ასიეს versene, bir დაუძახე, şeyler söyleyeceğim. რაღაც უნდა უთხრა. არა, ასია აქ არ არის. წავიდნენ. Cemşit'in ჯიმშიტის სოფელში წავიდნენ. Ya bizim ჩვენი damadın სიძის მამა მოკვდა. babası ölmüş.
შეიცვეს და დაკრძალვაზე წავიდნენ. ასე რომ სახლში არავინ არის. ღმერთო ჩემო, ეს როგორ? ჯიმშიც მამაც ყავს? მას ხომ არავინ ყავდა? აღმოჩნდა რომ ყავს. გრძელი ამბავია. მე ყველაფერს მოგიყვები, კარგი? ღმერთო ჩემო, სიტყვები არ მყოფნის. ხელმოდეხილი დაგდოვეს და წავიდნენ? მარტო რას აკეთებ? არა, კარგად ვარ. კარგად. ერთი ხელითაც ყველაფერს ვაკეთებ. რა მოხდა? ალო. მე მოდიროდა? მემო, შენ დაგიტოვეს? რა მემო. საიდან მოიტანე? თუ ღმერთი გწავს. ტელევიზორია. საჰერ. უნდა გავთიშო. მორჩი ლაპარაკს. საჭმელს ვაცხელებ, უნდა შევამოწმო. კარგი? კარგი ნახვამდის. ჩემს მაგივრად შულს აკოცე. კარგი. ღმერთო ჩემო. ვიზიარებ. დიდი მადლობა. გმადლობთ. Efendim. Kismen. ალო. შვილო. ასიეს მამამ თილი მომკვდარა. და დაკრძალვაზე წასულან. ბაჰათინი კი მარტო დაუტოვებიათ. იცოდი? მომისმინე. გაბრაზების დრო არ არის. მოემზადე და მასთან წადი. ნახე იქნებ რა მესჭირდება. სახლში მარტო რა უნდა აკეთოს. კარგი, მარტო არ არის. მასთან დაიდა მარიამანი დავტოვეთ. მე მოსაცულის და მამასაც. ასიესთან ერთად ვარ. ჯიმშიტი საჭესთან ვერ დაждდა. მე წავიყვანე. ახლა კი დაკრძალვა იწყება. ახლა დავბრუნდებით, კარგი? არ ინერვიულო. კარგი, გასაგებია. ჩემგან მიუსამძიმრე. კარგი. რა ხდება? რატომ არ მითხრა? რატომ არ გამაფრთხილა, რომ ის ქალი ჩვენ სახლშია? კარგად ვარ, მეზობელო, კარგად ვარ, გმადლობ. ღვთისწყალობით ყველაფერი რიგზია. მომისმინე. რაღაცას გეტყვი და ჩვენს გუშინდელ საუბარზე ბევრი ვიფიქრე. როგორც ერთ დღეში ვერ გახდები ექიმი, ჩემპიონი, ოსტატი. თუ შემოქმედი, ისევე ვერ გახდები კარგი მეოჯახე. ამისთვის ალბათ დიდი ძალისხმევაა საჭირო. ილიას, ომერი რა შრება? რა უნდა ქნას? სულ ჩუმად არის. ცდილობს ისე იცხოვროს, რომ თვალში ზედმეტად არავის მოხდეს. ჩადინელ დანაშაულს ძალიან ანობს. ძალიან ანობს, ალიხა. როგორ ფიქრობ, უნდა დაველაპარაკო? რაც მოხდა იმის შემდეგ, არ მინდა ჩვენ შორის რამე უთქმელი დარჩეს. ჩემი აზრით უნდა დაელაპარაკო. სხვაგვარად უკმარისობის გრძნობა მოსვენებას არ მოგცემს. თავის დროზე მე და ასიეს ჩვენს პრობლემებზე რომ გვემსჯელა, აქამდე არ მევიდოდა საქმე. იგივე შეცდომას უნდა დავუშვებთ. ახლა ომერს ძალიან რცხვენია და პირველი ნაბიჯის გადმოდგმა გაუჭირდება. ამიტომ აჯობებს თვითონ მიხვიდე. კარგი, უნდა წავიდე. ყველაფრისთვის დიდი მადლობა. წავედი. არაფერს, სად მიდიხარ? ანგარიში. უსაფარი ბავშვებისთვის სპორტულ სკოლას ხსნით და სამინისტროში მევდივარ შეხვედრაზე. გუშინ უნდა წავსულიყავი, მაგრამ ვერ მოვახერხე. კარგი, კეთილი მგზავრობა. ფრთხილად იარე. ხელი როგორ გაქვს, ბატონო ბაჰათინ? ტკივილმა გაგიარა. თაბაჭირი როდის უნდა მოიხსნა? არ ვიცი. ამდელა უთენია, ვინ უნდა იყოს?
ხა ბატონო პაკიზე. აქ რა ხარმა გადმოგაგდოთ. ხომ შვიდობა? მშვიდობა. ვაზის ფოთლის სტოლმა მოვამზადე და მოგიკითხეთ. ვიცი რომ გიყვართ. ცხელი კერძი გესიამოვნებათ. ნათქვამია უქალო დარჩენილ სახლში კაცი მშიერი რჩებაო. გმადლობთ. თუ რამე დაგჭირდეთ დამირეკეთ. არ მოგერიდოთ. კარგი, გმადლობთ. არაფერი მჭირდება. ძალიან მზრუნველი ბრძანდებით, თუმცა ჩემითაც ყველაფერს ვახერხებ. მოდით, მაგიდაზე დაგიდგამ. არ შეწუხდეთ თვითონ დავადგამ. გმადლობთ ხალბატონო პაკიზე. დიდი მადლობა. აშკარად საკონტროლო შემოწმება იყო. ან რას ვატყუებ? თითქოს ბავშვები არ მოუყვებიან. Dağıldı herkes. ყველა წავიდა. Güzel bir dua. რა კარგად წაუკითხეს ლოცვები. Allah kabul. ღმერთმა შეუწიროთ. მამა აბდისკის სასუფეველში დაემკვიდრებინოს ადგილი. Helvadan yemez mi? ხალვას არ შეჯამ? მე მოვამზადე. Merci. Słuchał się Romara. Mam selში var შემოვიდოდი. გაუბრუნდებოდი და უკან წავიდოდი. ვერაფრით შევძლებდი. ფილის მარტო ვერ დატოვებდი. ასადაც არ წახვიდოდი ჯიმშით. ცუდი მოგონებები წარსულმა წაიღო. მაშინ შენი ჭრილობა სულ ახალი იყო. Acın çok taze. ტკივილს ვერ გაუძელი Kaldıramadın. და დასნეულდი. Hastalandın. Ama şimdi ახლა კი სულ სხვანაირი ხარ. bizim için შეხედე, რამდენი სიკეთე გაგვიკეთე. მე და მემოს მომავლის იმედი ჩაგვისახე. არც ერთხელ არ დაგიხევია უკან. მტკიცედ გვამხნევებდი. ამიტომაც მჯერა, რომ ფილის მარტო არ დატოვებდი და არც წახვიდოდი ჯიმშით. ძველებურად სუსტი აღარ ხარ. ფილის იმის დასმაგონებს. მის გამოხედვაში რაღაცას გრძნობ. თითქოს ჩემი ცოლი მიყურებს და მაფასებს. Onun gözlerinin içinden bana bakıyor. Suçluyor beni. თითქოს ის მიყურებს. შენი ბრალი არ არის ჯიმშით. მიწისძვრას ვერ შეაჩერებდი. ბავშვის გადარჩენა რომ შეგძლებოდა, ბუნებრივია გადაარჩენდი. დროა მომავალზე იფიქრო. ცოცხალ ადამიანებთანაც დაიწყო ურთიერთობა. წარსულს ჯერ არავისთვის მოუტანია ხეირი. არსებობს კი მომავალი ასე. არსებობს. რა თქმა უნდა, ეს რა შეკითხვაა. მომისმინე, ხვალ სახლში წავალთ და მე მოსვნახავთ. რომ დაგინახავს, დარწმუნებული ვარ მაშინვე გაგიცინებს. მერე კი ჩვენ სეზონს და საკალმახეს მიხედავ. კარგი? მე და ფილისაც ყურადღებას არ მოგვაგლებ. და როგორც ყოველთვის დაიკო მარიამანთანაც იკამათებ. მერე ბაზარში წახვალ. და თევზს გაყიდი. ფულს აიღებ. და სახლისთვის პროდუქტებს შეიძენ. სახამოს კი გემრიელ ვახშამს მოვამზადებთ და ერთად მივირთმევთ. ჩაის დავლებთ. ამას გარდა ყვავილების სათბურზეც ხომ უცნებობდი. იქნებ დროა მისი მშენებლობა დაიწყო. მეც დაგეხმარები. მომავალი არსებობს. მომავალიც და ცხოვრებაც.
Biz nefes ჩვენ ცხოვრებას ვაგრძელებთ. bir şeyler oluyor. გარშემო კი სულ რაღაც ხდება. Artık bu güzelliklerin ბოლოს და ბოლოს kendini yemeyi შეამჩნია ეს დადებითი მოვლენები და შეწყვიტა უაზროდ დარდი. რა უცნაურია შენი სტანაკარაფშუტა გოგოსგან ამ ყველაფრის მოსმენა. benim aklım ქარაფშუტა არასდროს ყოფილვარ ჯიმშით. ასია. Alo. Oda servis. ნომრის მომსახურებაა. Ben yiyecek შეგიძლიათ საჭმელი მომიტანოთ. biftek. ბიფშტექსი და კოკა-კოლა. Yanında kola da olsun. Tamam. კარგი. Tamam, sağ ol. დიახ, გმადლობთ. Söylemediği bir şeyler var. Bence Leyla ile Selim hakkında daha fazla şeyler biliyor. Leyla'ya sana da bambarattım. Karandan çıktın eminim. Bence Leyla çocuğunu burada bırak. Alo. Filiz ne haber? Filiz როგორ ხარ? Deden nasıl? ბოშენი როგორ არის? dedem kaybettim. ბაბუა გარდაიცვალა ილიას. ასიეს არ უთქვამს? Vallahi ძალიან უხარ Filiz. Filiz. Başınız sağ olsun. მიზიარებ შენს უხარებას. Kimsesiz kaldım. საბოლოოდ დავობლდი. Çok kötü. ძალიან ცუდად ვარ. Biraz konuşmak istedim. ვინმესთან დალაპარაკება მინდოდა. Yalnız hissettim. უეცრად ძალიან მარტოსულად ვიგრძენი თავი. არა, მარტოსულად რატომ უნდა იგრძნო თავი? არავითარ შემთხვევაში. Olur mu öyle? ჩვენ ყავართ. Biz varız. შენი სიძე ყავს. Enişten de. გეყოფა. მას ლაპარაკობ. რამდენიმე დღეში ჩემ საქმეს დავუბრუნდები. Yanında kim და olacak? გვერდით ვინმე ყოლება? არავინ. იმ უზარმაზარ ქალაქში გაცილებით მტკივნეულად გრძნობს სიმარტოვეს. Milyon kişi var. იქ მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ რომ დაგჭირდეს, ერთ სულიერსაც ვერ იპოვი, რომ ხარში ამოგიდგეს და დახმარების ხელი გამოგიწოდოს. რა თქმა უნდა, იქ სულ მარტო ვერ იცხოვრებ. გაგიჭირდება. Yaşayamazsın. ამიტომაც აქ გადმოდი. Sen gelip burada შენ სიძესთან დაბინავდი Filiz. Bizim buralarda სამსახურს აქაც იშოვი. რა პრობლემაა? koca şehir. 1000 tane iş bulursun. ბურსა უზარმაზარი ქალაქია. Hem შენი სპეციალობით სამსახურის შოვნა არ გაგიჭირდება. Bilmiyorum ki. არ ვიცი. Yapabilir. გონია შევძლებ? Aslında სიმართლე გითხრა, sevdim sizi. თქვენც და აკაურობაც ძალიან მომეწონეთ. Birkaç günde bile çok ისე გაგეშინაურდით, რომ აკაური მგონია თავი. თქვენ გვერდით ყოფნა მართლა მსიამოვნებს. Filiz, Pardon. მაბადია. Bilmiyorum ki İlyas. არ ვიცი ილიას. Kafamı შენმა სიტყვებმა დამაფიქრა. İstanbul'da mutlu. საქმე ის არის, რომ სტამბოლში ბედნიერი ნამდვილად არ ვარ. Aslında düşünecek ne var değil mi? საფიქრალი რა არის, არა? Annem arıyor. ნედა გირეკავს. Efendim anne. გისმენ დედა. Asiye ასიე, kızı შვილო, baş başa მამა შენი იმ ქალთან ერთად sულ მარტო დატოვე. მერე რა? Meryem abla. და მარიამანი უცხო ხომ არ არის? Oğlumu ბაურს ვანდობ და მამა ჩემი არ უნდა ვანდო? babamı mı bırakmayacağım? kızı შვილო, erkek milletine კაცის ნდობა როგორ შეიძლება? მამა შენი იმ უქმრო ქალთან მარტო როგორ დატოვე? Ha anne doğru söylüyorsun. ისე მართალი ხარ. Dönüp bir bak. მამა ჩემი და მარიამანი უსათუოდ რომანს გაამბამდნენ. Anneciğim. დედა, Saçma sapan. სისულელის ნუ ამბობ. ღვთის გულისათვის. მომისმინე, ერთ რჩევას მოგცემ. ისედაც მან ხარ და ბარემ ექიმს თხოვე, რომ დამამშვიდებელი გამოგიწეროს. მოგიხდებოდა. თუ არა და ელექტროშოკიც არ გაწყენდა. დამიჯერე.
მორჩი სისულელეებზე ფიქრს Ablamı da öp. და ჩემს დაიკო საკოცე. ნახვამდის. რა გითხრა? რაღაც სისულელე. შეიძლება დაგელაპარაკო. ანი მზად არის კატიში. წემოდი გარეთ გავიდეთ. მომიყევი. ომერისა და აიჩას შესახებ კონკრეტულად რა დაინახე, ან რა გაიგე? და ამ ყველაფერს რატომ გეკავა? არაფრით არ მომდის თავიდან. უკვე მე რამდენი დღეა მოსვენებას არ მაძლევს. უნდა ვიცოდე სინამდვილეში რა მოხდა. რამდენი ხანია რაც აიჩას ოსმანთან ურთიერთობა აქვს. ომერთან ურთიერთობა როდის მოაზრო? არაფერი მესმის. მისი დაჭრის ამბავი შენს გაიგე? თაჰირ. არ მინდა გული გეტკინოს. ვიცი რომ ძალიან განიცდი. მაგრამ ეს მეც მეხება. გთხოვ მიამბე კონკრეტულად რა დაინახე და მათ შესახებ რა გაიგე. ეს ჩემი სახლია. მხოლოდ ჩემი. საბოდიშო არავისთან არაფერი მექნება. ფილის. გამომართვე. ახლა ეს შენი სახლია. ეს შენთვის ძალიან ძვირფასია. არავითარ შემთხვევაში სიძა. ეს შენი სახლია. ოჯახი გაქვს, ცოლი გყავს. ის თქვენ შვილს ეკუთვნის. თანაც ბაბუ აბდი მამა შენი იყო. მე მოზეცი ფიქრე. მემოს მომავალი უზრუნველყოფილი აქვს, ნუ ღევა. ეს შენი სახლია. აკაურობას დაიკო საბიჰა და მისი ვაჟიშვილი მოულიან. შენ კი ზაფხულობით ჩამოხვალ და დაისვენებ. სასაფლაოზე გასასვლელად მეც ჩამოვალ ხოლმე. მოკლედ რამეს მოვიფიქრებთ, იქამდე დიდი დროა. კარგი, წავიდეთ. მემოს დედა მოინატრებოდა. წამოდი, ჩაჯექი. მედი. სალიხა პირადად არაფერი დამინახავს. მათი სატელეფონო საუბარი მოვისმინე. და აიჩას იმიტომ სცილდები, რომ ტელეფონით ელაპარაკებოდა? შენ შეიძლება გაწყობს თავის მოტყუება და ალბათ მართალიც ხარ, მაგრამ მე ასე არ შემიძლია. გამარჯობა. მოგზანდით ქალბატონო აიჩა. გაიხარე. უფროსი ოსმანი ბურსაში წავიდა. ხო, ვიცი, საღამომდე არ დაბრუნდება. მითხრე რომ ის არ ყოფნაში სახლისთვის ტექნიკა შემერჩია. მართლა? ხო. მაცივარი მჭირდება. კარგი, საუკეთესო მაცივარს გაჩვენებთ. ძალიან კარგი. კიდევ უამრავი წვრილმანი დამჭირდება. კერძოდ გაზგურა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, უთო, კონდიციონერი, ყველაფერი. დიახ, რა პრობლემაა? ყველაფერს შეგირჩევთ. ძალიან კარგი.
Bak geçiyor. შეხედე, გაიარა. Kimler? ვინ? Ben Fırat. მე ფირათი მქვია. İpek მე იფექი. ძალიან სასიამოვნოა. ადექი წავიდეთ. Geçiyorlar. შეხედე, გაიარა. Bak. არა გეკიდოს ეგ გიჟი. Şatma deli üstümüze. გიჟი სულაც არ არის დედა. უცნაურიც არაფერი უქნია. Neden acaba? ნუ უყურებ. წავიდეთ. გამარჯობა ჯემ. მოგესალმები, სალიჰა. გამარჯობა. კარგი არა მოხვედი. ახალი ჩაის დეგუსტაცია გვაქვს. ვიდრე კლიენტებს შევთავაზებდეთ, გაგვისინჯე და შეგვიფასე. ისმეთ. Bizim çayı versene. მიდი. Al bakalım. მინებე. გმადლობ. ძალიან გემრიელია. ვინ მოიფიქრა? ეს ბატონი ომერის რეცეპტია. ინტერნეტში აღმოაჩინა. საოცარი ჩაია. Hoş geldin. მოგესალმები. გამარჯობა. Beğendin de mi? ესე იგი ჩაი მოგეწონა? ხო, ძალიან მესიამოვნა. რეცეპტი ჩამოწერინეთ, სახლში მოვამზადებ. მე ცოტა ხნით დაგტოვებთ. რაღაც საქმე მოქვს. Sonra uğradım. დროებით. Bunları halledeceğim. გემრიელად მიერთვით. Afiyet olsun. როგორ ხარ? შენ? Bir seferde bu kadar. რამდენი საქონელი ვისმეყიდა? Yengeye gidiyor abi. ქალბატონი აიჩასთვის მიაქვთ. უпросо. Kime gidiyor yengeye mi? ვისთვის? აიჩასთვის? მიგითხარ რომ ეს ხოვე ჯოშკონ. Aç yenge. ქალბატონმა აიჩამ ასე მითხრა. სახლისთვის უამრავი წვრილმანი გჭირდებაო. უამრავი წვრილმანი ვარა. ღმერთმა გაგიწვრილოს სული. დამახციე. რა შეგეძლო დაგერეკა და გეკითხა. მოიცადე. Hocam. გაწახვიდე. შეჭერდი. შეჭერდი. Allah. ეშმაკმა დაალახროს. ეს მესამე ნომერია. მეშვიდე ჯერ არ დაუდგამთ? არა. კარგი, გმადლობ. ომერაი, კლიენტების ანგარიშები. კარგი. კარგი, უკვე გვიანია. წავედი. Ya Salih. სალიჰა, მომისმინე. გვიანია, მარტო ნუწახვალ. მე წაგიყვან. არა უშავს, თვითონ წავალ. ისედაც დაღლილები ხართ. ასამბობ დაკვალა. აქ მთელი არმია ვართ. ომერ, თუ გინდა შენ სალიჰა წაიყვანე. სალაროსთან კი მე დავდგები. მართლა. გმადლობ. თამაშენიც. კარგი. აბა რა სიტყვი? Hayrola Ayça. რა უნდა თქვა ქალბატონო აიჩა? Sen bana მაღაზიის გახსნა გადაწყვიტე. He? Yalnız söyleyeyim mi? კონკურენციის გაწევას მიპირებ. ისოდე გაფრთხილებდეს არ გეყოფა ცოტა კლიენტი გეყოლება. ძალიან სასაცილოა. ყველაფერი მესმის, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. ამ მუზარ-მაზარ მაცივარს რითი გამოავსებ. Onu merak ediyorum. რა შეგჭირდება? ყველაფერი მოვიფიქრე. შენ უღელავ. თანაც Hem çok... ძალიან მომშივდა. Hadi dışarıda... მოდი სადმე ვივახშმოთ. Bana bak Ayça. გაითვალისწინე ამის ფულს მე არ მოგცემ გესმის. Bunların hepsinin ყველაფრის საფასურს სათითაოდ გადაიხდი. bir iş bul çalışacağım. წადი იმუშავე და ფული იშოვე. ჩვენ საქველმოქმედო ფონდი კი არა, მაღაზია გვაქვს, მაღაზია. Anladık. გასაგებია უსმენ მესმის. წამოდი სადმე ვივახშ. Ya anne დედა არ მინდა რატომ დაიჩემე? შვილო, შეხედე. ახალ, უნაკლო და ძალიან ლამაზ საქორწინო კაბას გთავაზობ. ნერმინ. ზუსტად შენი ზომაა. ოღონდ ცოტათი დავამოკლოთ. როგორ მოგიხდება შვილო? ახალ კაბაში ტყუილად რატომ უნდა დახარჯოთ ფული? Ya anne gör. დედა, ნუ თუ ვერ ხედავ.
სულ გაყვითელებულია. შვილო, ყვითელი სულაც არ არის. სპილოს ძვლის ფერია. მაშინ ეს ფერი მომწონდა. არ მიყვარს თეთრი კაბები. ისე კაშკაშებს, რომ მათეთრებელში გარეცხილი მგონია. კარგი დედა, კარგი. ნორმალური ქორწილი ისედაც არ მექნება. ჩავიცვამ შენს ყვითელ კაბას და ამით დასრულდება. დაო და თახდი. ნუ აღარ ჭირვეულობ. თორემ ჩემს ქორწილში მე მომიწევს ამ ძონძის ჩაცმა. თანაც მაინც არაფერს აღნიშნავთ. დროზე დაქორწინდნენ, რომ დაწყნარდნენ. ზაფერის ოჯახმა ისედაც ზურგი შეაქცია. ჩვენით ხომ არ გადავიხდით ქორწილს, რომ საქვეყნოდ მოგვეჭრას თავი. დედა, შვილი ჩამოგივიდა და ვერც კი ამჩნევ. რა მნიშვნელობა აქვს სად იქნები? ხან სად გძინავს და ხან სად. სანატრელი გაგვიხდა შენი ნახვა. ეს გამიხარდა შენი ნახვა, დედა. კარგად ვარ. მადლობ რომ მომიკითხე. მოიშვი, ისევ უგუნებოდ არის. ყურადღებას ნუ მიაქცევ. მოგესალმები, ძამიკო. როგორ ხარ? კარგად ზურფასო შენ? მე არ მომიკითხავ? შენ არაფერი გეჭერს. მე არ მაგოცებ? ეჭვიანი ხარ. მოდი გაკოცო. ერთი შეხედა იმ მარიამანს. მოგალათ და აღარ მიდის. ჯერ ილიასი, მერე ოსმანი, ახლა მამა შენი. ჩემი ჯერიც დადგა. ჩვენი ოჯახის ყველა ქალი ერთი ბედის ვართ. ბაჰათინმა რატომ არ მითხრა? მარიამანი ჩვენ სახლში რომ რჩებოდა. რატომ? იმიტომ რომ სინდისი ქენჯნიდა. პირი არ ემართლებოდა. საყვარელო, ჩემო ერთად ერთო. მალე გამოგეთდი რომ სახლში დაბრუნდეთ, თორემ ჭკუიდან გადავდგები. მამა თუ ღალატობს გაშორდი დედა. თავს რატომ მიტანჯავ? გინდა რომ ჩემს დღეში აღმოჩნდე? გმადლობ, ბოდიში რომ შეგაწუხე. შემაწუხე. რა შეწუხება? კარგი. გადადი და გიყურებ როგორ შეხო. ნახვამდის, ღამემშვიდობისა. ღამემშვიდობისა. გონსმოდი სალიხა. ნომერს არ იცნობ. ერთ დღეში არ შეიცვლება. საინტერესოა. ნედელ ყველაფრის თავიდან დაწყებას თუ შევძლებთ. მის მიმართ ნდობა ისევ გამიჩნდება. Geldiler. ჩამოვიდნენ. Ben sizi yarın bekliyorum. ჩვენ კი ხვალ გელოდებოდით. მოგესალმებით. ადრე ჩამოვედით და ვიზიარებ ბატონო ჯემშიდ. გმადლობ დაო. Kızım sen. შვილო, შენც გისამძიმრებ. Oğlum ne yapıyor abla? ჩემი შვილი როგორ არის და? Yine uyudu. ეს წუთია ჩაეძინა. თელი საღმოჭირვეულობდა. არ გააღვიძო. მოგესალმებით. შვილო. ძალიან მწუხარ. ვიზიარებ შენ წუხარებას. გმადლობთ. შენც გისამძიმრებ შვილო. გმადლობთ. ბაბუას ვერ ჩავუსწარით. ძია ბაჰათინ. Eniştem gidelim mi? სანამ ჩემი სიძე ორჯოფობდა, საბრალო ბაბუამ სული დალია. Ama Allah için. თუმცა ღვთის წინაშე სიძემ თავი მოიწონა და საუცხოოდ დაკრძალა. კიდევ რამეს თუ იტყვი იცოდე ვიჩხუბებ თბილისს. ჯემშიდ ჩუმად. Susacağım. ცხოვრებაში ხმას არ ამოვიღებ. ნუ ღელავ. ფილის წამოდი, ზემოთ ავიდეთ, წამოდი. დაწყნარდი შვილო, უცხარობ.
ნერვიულობ. Enişte. სიძევ. O şimdi ne dedi? თვითონაც არის ის ასამბობს. Çok genç daha. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ბევრი სიმწარე გამოიარა. Baba bilmiş. ამაშენ იმისთვის მამაც იყო, ბაბუაც. Acısından mı söyledi? ამას ტკივილი ალაპარაკებს. Sen aldın mı? ყურადღებას ნუ მიაქცევ, კარგი? Gitme. ჯიმშით, Birbirinize არ წახვიდე. ihtiyacınız var. ერთმანეთს ჭირდებით. Üstelik senin de bize ამას ihtiyacın გარდა var. ჩვენც გვჭირდები. Kaçma artık her gün. პირველივე პრობლემისთანავე ნუ გარბიხარ. Tamam, biraz canına ვიცი, განიცდი. მაგრამ არ მინდა მარტო იყო. Kalmanı istemiyorum. ნება მოგვეცი, გაგამხნევოთ. გთხოვ. Tamam. კარგი. Ben მე gideyim o zaman. წავალ. ნერვინი ალბათ ნერვიულობს. ნახვამდის შვილო. კარგი ძმა. მოკითხვა გადაეცი. Selam. დიდი მადლობა. Aleykümselam. კარგი. გაიარეს? შეიძლება მეც ვუყურო. შეიძლება. იფეკ. წამლის მიღების დრო გაქვს. იმ გიშ რატომ ელაპარაკები? დედა, საკმარისია. ეს მხოლოდ თავაზიანობა. Kim akıllı kim? ჯერ არავინ იცის ვინ ჭკვიანია და ვინ გიჟი. სიტყვები არ მყოფნიეს. ისედაც საშინელ ხასიათზე ვარ. გთხოვ შეშლილივით ნუ ლაპარაკობ. Zaten deli değil miyim anne? ისედაც შეშლილი არ ვარ. არა, შეშლილი სულაც არ ხარ. უბრალოდ ნერვებმა გიმტყუნა. გასაგებია? შენი ქმარი ნაძირალა აღმოჩნდა. ამიტომაც ნერვებმა გიმტყუნა. წამლებს დალებ და გამოგეცდები გესმის? წამოდი ჩემულამაზო. ჩემო ერთადერთო. წამოდი პალატაში. ნელ-ნელა წავიდეთ. მოდი, მოდი. გამარჯობა. შემოძვირფასო. Vallahi 2 gün. ორ დღეში საოცრად მომენატრე. მეც. İyi akşamlar. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმები, შვილო. გაიხარეთ. ვიზიარებ საფერ. სიძის მამა დაკრძალეთ. დავასაფლავეთ დედა ფატმა. Tanımadan ასე ვთქვათ, მიწაში ისე ჩავდეთ, ama işte რომ გაცნობაც ვერ მოვასწარით. adam mahvoldu ჯიმშითი განადგურებულია. resmen. საბრალო ადგილს ვერ პაულობს. ხო, ძნელია. მართალია. Helallik bile alamadı. მამისგან პატიებაც არ ეხერს ისე დაკარგა. საბრალო. Ama თუმცა Asiye'ye helal olsun. ასიამ გამაოცა. Vallahi hakikat. ძალიან ყოჩახია. Nasıl შედავგენა ხათრა კარგად გაუწყო დაკრძალვის ცერემონიას და როგორ გაამხნევა ის ხალხი. Görseniz ვერ Asiye. დაიჯერებდით, რომ ეს ასია იყო. Yani 40 yıllık თითქოს 100 წლის გათხოვილი ყოფილიყო. ama adam da şimdi ჯიმშითიც არაჩვეულებრივი ადამიანია. ხომ იცით, ჭირში უფრო კარგად იცნობა ადამიანს. ne daha iyi tanıyor. İyi işte. ძალიან კარგი. Sık sık görürsün. ახლა ხშირად მოგიწევთ მისი ნახვა. Feyza. ისწავლეთ, მათგან ისწავლეთ. Örnek olsun. კარგი მაგალითი გაქვთ. Evlenince რომ bizim დაქორწინდებით, ჩვენ ნუ დაგვემსგავსებით. onlar gibi. შეცადეთ მათ მებაზოთ.
არა. წავალ, ჩაის დავისხამ. Zafer ne yapıyorsun? ზაფერ, როგორ იქცევი? Hayır ne yapmaya ამით რის მიღწევას ცდილობ. სიმართლე მწარიანი არ მინა. სიმართლე არავის მოსწონს.